რუბრიკაში პორტრეტი გაგაცნობთ ცნობილ ქართველ მხატვარს ნუგზარ მგალობლიშვილს. მხატვრობა უპირველეს ყოვლისა აზროვნება. ის შეიძლება იყოს აბსტრაქტული, შეიძლება იყოს რეალისტური. მხატვარი, ასე ვთქვათ, უნდა იყოს თავისუფალი. სულისა და გონების კონცენტრირებით ქმნის საკუთარ ნაწარმოებს. ჩემი შეხება მხატვრობასთან 4 წლის ასაკიდან დაიწყო. დედამ მასწავლა ქარგვა. ხო და ვქარგავდი და როდესაც აღარ იყო ეს, ასე ვთქვათ, გამზადებული კომპოზიცია, მე თვითონ დავხატე ტილოზე და დავიწყე იმის ქარგვა. დავხატე ვაშლი. სოხუმში პიონერთა სახლში იყო ნორჩ მხატვართა წრე და შესანიშნავი მასწავლებელი ყავდა გიორგი ზეთგენიძე. დავდიოდი ამ ნორჩ მხატვართა წრეში და როდესაც უკვე ზოგად საგანმანათლებლო სკოლაში პირველ კლასში მივედი, მე თვითონ მომინდა სამხატვრო სკოლა. და თვითონ მივედი სამხატვრო სკოლაში, ზოგად საგანმანათლებლოში ატყდა მთელი ვაი უშველებელი, ბავშვი დაიკარგა. წავედი სამხატვრო სკოლაში და პირველი ვისაც შევხვდი სკოლის დირექტორს. და მე ბოლომდე ის იყო ჩემი მასწავლებელი, შესანიშნავი მხატვარი, ბატონი ნიკოლოზ თაბუკაშვილი. მე გარდა ამისა მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი და მუსიკის მასწავლებელმა უთხრა დედაჩემს, სჯობსო მუსიკას მიხედოსო, თორემ ჩემი ხატვარი გმარივით მშიერი იქნებაო. მაგრამ მე მაინც ხატვა უფრო მიდაცებდა. შემდეგ წავედი სასწავლებლად მოსკოვში. ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. პლენერებზე დავდიოდი ბალტიისპირეთში, ყირიმში და ხატავდი. რიგაში პლენერზე ვიყავით, წასულებით. იქ გოტიკური ტაძარი იყო, ესეთი წმინდა პეტრეს ტაძარი და მისი რესტავრაცია მიმდინარეობდა და გუმბათიც ხარაჩოებით იყო ირგვლივ. და ეს გუმბათი ჩემთვის იყო ძალიან კარგი, იმიტომ რომ ზემოდან ირგვლივ მთლიანად მთელი რიგის ცენტრი ხელის გულზე მქონდა და მეხატა. და მოხდა ისე, მე და ჩემი ერთი თანაკურსელი გოგონა იმასაც უთხარი, აი მე იქედან ვხატავ, მეთქი, უი მეც მინდაო და ისიც წამოვიდა და ამ რესტავრატორებთანაც რაღაც დაუმეგობრდით, კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ პარასკევი დღე იყო და სულ დაავიწყდათ ამათ, რომ ჩვენ ზემოთ ვხატავდით. ჩაკეტეს მთლიანად მთელი ტაძარი და წავიდნენ. იმ დროს მოგეხსენებათ, არ არსებობდა არც მობილური ტელეფონი და არაფერი და ეხლა ვიტრაჟებს ხوار დავამტვრევდით და ორშაბათამდე ხატავდით. ჩვენ მქონდა ერთი ვაშლი, მაგრამ მქონდა საკმაოდ კარტონი, საღებავები, ტემპერა, უფრო მოხერხებული იყო პლენერზე, იმიტომ რომ მალე შრებოდა და ორშაბათს მე, ასე ვთქვათ, გამოგვიშვეს. პირველი გამოფენა ჩემი შედგა რიგის პოლიტექნიკური მუზეუმის საგამოფენო დარბაზში. ჯერ კიდე სტუდენტი ვიყავ. შემდეგ მოხდა ერთი საინტერესო რამ, რომ მე წავიკითხე კომსომოლსკაია პრავდაში, რომ გამოცხადდა საკავშირო კონკურსი მოსკოვის უნივერსიტეტის 225 წლისადმი მისი გაფორმებისთვის.
და აი მივიღე მონაწილეობა მე ამ კონკურსში და გავიმარჯვე კიდეც, ამიტომ 100-მდე ნამუშევარი არის დღეს იმ მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში. ეს იყო პირველი ასეთი გამარჯვება და აი ეს უნივერსიტეტი გავაფორმეთ მე და ასევე სოხუმელმა მხატვარმა ლერი ჭანდურია. შემდეგ მე ჩამოვედი საქართველოში და წავედი სოხუმში. იმ დროს ვიყავი აფხაზეთის სამეცნიერო და შემოქმედებითი კლუბის ვიცე-პრეზიდენტი. თეატრშიც მიმიღეს სამსახურში, ხატვარი ვიყავი ერთი პერიოდი და სადადგმო ნაწილის გამგე. ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე გოგი ქავთარაძე იყო სამხატვრო ხელმძღვანელი. რა ვიცი, რა ჩამოთვლის იმდენი სპექტაკლები დაიდგა. პირველი რომელი იყო მართალი გითხრათ, აღარც მახსოვს. ბუაჩიძის კაცრი ქალიშვილები, ეს იყო ჩემი, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი პირველი სპექტაკლი. მოხდა ის, რომ მე ამირჩიეს საქართველოს მე-11 მოწვევის დეპუტატად. თუმცა ამაზე არასოდეს არ მიფიქრია, მაგრამ კატეგორიულად მომთხოვა მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ საჭიროა იქ იყოს ეროვნული მოძრაობიდან აუცილებლად წარმომადგენელია და მართლაც აღმოჩნდა ჩემი იქ ყოფნა სასარგებლო იმ თვალსაზრისით, ჩემი ინიცირებული იყო უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის დადგენა. რადგანაც ვადა გასული იყო უმაღლესი საბჭო და მოხერხდა ის, რომ დაინიშნა 28 ოქტომბრის არჩევნები, მოხდა პირველი მრავალპარტიული არჩევნები. და მე გავხდი ასევე უზენაესი საბჭოს დეპუტატი აფხაზეთიდან. მოახერხეთ ის, რომ 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტი მივიღეთ და ჩვენი ოცნებაც ეს იყო მთელი წლების მანძილზე. მე მოგეხსენებათ, რომ სამხედრო გადატრიალების ძალით გადაგვაყენეს რბილად თუ ვიტყვით. დაიწყო რეპრესიები 99 წლის ივლისში, 15-16 ივლისს ფაქტიურად აფხაზეთში ომი დაიწყო. მაშინ 18 კაცი დაიღუპა. მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ვიყავი დისიდენტი. მრგვალი მაგიდები იყო თუ ტელეგადაცემები თუ ამბები, მე ასე ვთქვათ ვიყავი მოპასუხე იმ სეპარატისტების წინაშე. მერე გამგზავნეს კოზირევთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებებზე. როდესაც გამოაცხადეს ეგრეთ წოდებული პერემირი, რაც რა თქმა უნდა არ შესრულდა, იქ გაირკვა, რომ ესე იგი ეს არც შესრულდებოდა და სოხუმი უნდა დაცემულიყო და ამის შესახებაც ვაცნობე, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც თვითმფრინავები ჩამოყარეს, მე ვეღარ მოხვდი სოხუმში და ამიტომ მე იქიდან ჩამოვფრინდი თბილისში. იქიდან მე არც ერთი ნამუშევარი არ წამომიყია, არც ფუნჯი, არც ტილო, არც არაფერი აბსოლუტურად, რადგანაც მე ვეღარ მოხვდი სოხუმში. შემდეგ აი აქ ვარ და ვაგრძელებ ხატვას. ომი რო არ ყოფილიყო, აი თუნდაც ამ სურათს არ შევქმნიდი, ხო? ხო, მის ნაცრისფერებში, თუმცა შემოდგომა მაქვს აქ და ეს მხოლოდ ფოთლებით ჩნდება.
და ცხედრებს ასე ვთქვათ არ დავხატავდი, რომლებიც საკუთარ პანაშვიდს იხდიან. მუშაობს სხვადასხვა ასე ვთქვათ კონცეფციებზე, ჰიპერრეალიზმს ვაკეთებ. აი ეს ბოთლებიც იმას მეტყველებს. ვაკეთებ აბსტრაქტულ ნაწარმოებებს. მუშაობს სხვადასხვა ხასიათზე. მე მაგალითად მაქვს სუპრემატისტული პეიზაჟები გაკეთებული. მხატვრობაში სიწრფელეა თავი. და როდესაც შენ ასე ვთქვათ დაგიკვეთავენ, აი ეს უნდა შექმნა, იქ შენ ვერ იქნები წრფელია, ის არ გინდა ეს გააკეთო. აქ ვცხოვრობ კიდევაც და ვხატავ კიდევაც და სტუმრებსაც ვღებულობ და ასე შემდეგ. უპირველეს ყოვლისა აფხაზეთი არის ჩემი სამშობლო. იქ გავჩდი მე, ავიდგი ფეხი და ის სამყარო და ის ფერადოვნება იყო მთელი ჩემი, ასე ვთქვათ, ბავშვობაც, სიყრმეც და მთელი ჩემი სამეგობროც. მე ყოველდღე ვხედავ სოხუმს, ჩემს ქუჩას, ჩემს სამეგობროს. ყველაფერი მენატრება მე იქაური. აი ეს კენჭებიც მენატრება. საერთოდ განსაკუთრებული იყო სოხუმი. სოხუმს ქალაქს არიფების გარეშე უწოდებდნენ. იქ აი ღირსება ყოველთვის იყო უმთავრესი. იქ არავინ არ გაპატიებდა უღირსებოს აქციას. დიახ, ესეც მენატრება. მე 12 აფხაზი მყავს მონათლული. პეტერბურგში იყო ჩემი პერსონალური გამოფენა, სადაც მე შევხვდი ჩემს აფხაზ მეგობრებს, მათთაც ასევე ნატრებით. ჩვენ აფხაზებთან ომი არ გქონია. ყველაფერზე მეტად მე მინდა მივიდე ჩემს სახელოსნოში. აი ბულვარზე ჩავისუნთქო ზღვის ჰაერი და ტალღები, ზღვის ტალღები ვიხილო ის, რომელიც მე ბავშვობიდან ასე ვთქვათ, მთელს ჩემს ცხოვრებას თან ახლდა.